იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც 3 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს. საქმე ეხება 7 წლის წინ რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციას საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთა შორისი განაცხადი 2007 წლის მარტში წარადგინა. რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ეთნიკური ქართველის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო მოხდა ეს. ქართველების დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოს რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა თბილისის მიერ რუსეთის ჯაშუშების დაკავების გამო. წულუკიანს კომენტარი ამ თემაზე გამგზავრების წინ არ გაუკეთებია. ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობას გერმანიის ნოტარიუსებთან, გერმანიის ნოტარიუსთა პალატასთან. ამაზე ჩვენ გვჭირდება დახმარება ამასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა ჩატარდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და რამდენიმე წელიწადში ჩვენ საქართველოში მივიღოთ სანოტარო საქმიანობის ისეთი მოდელი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ლათინურ ნოტარიატთან და რომლის ფარგლებშიც მოქალაქე და მისი კომერციული ინტერესები არის დაცული. კანონი ნოტარიატის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში ცვლილებებს საჭიროებს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები გაგვიწიონ. რეკომენდაციები მასთან დაკავშირებით რა შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისაკენ და უკეთესობაში რა თქმა უნდა იგულისხმება ის ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებასთან, საზოგადოების უკეთ ჩართულობის თვალსაზრისით, ნოტარიუსისა და მოქალაქის ურთიერთობასთან.